დღეს ის ხმაური იყო ზუგდიდში, სადაც ამ ხმაურის მიზეზი კვლავ ბრალდებულ რუსლან პერტაიას საქმე იყო. მისმა შვილმა დღეს თვითმკვლელობა საოლქო პროკურატურასთან სადა და ბენზინი გადაისხა. უკვე მერამდენი სასამართლო პროცესია თბილისის თხილის ქურდობაზე ბრალდებულის ოჯახი ამგვარად ცდილობს გავლენა მოახდინოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, თუმცა სულ ტყუილად პერტაია დღესაც პატიმრობაში დატოვეს. ბექა პერტაიამ თვითმკვლელობა სამეგრელო ზემოსვანეთის საოლქო პროკურატურასთან სადა. პატიმარ რუსლან პერტაიას შვილი ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრის ოჯახის წევრები თვითმკვლელობით იმუქრებიან. მოდანაშაულოთ მამაჩემი დაჭერილი. ხოდა სულ მოწმეები დაუყენეს დღეს სასამართლოში. და ვითხოვ სამართლიანობას. თავს იკლავს მამაჩემ უცელია გამოჭრილი და ხელია მიჭედებული და ვიზვლიანად. პერტაიების პროტესტის მიზეზი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და პერტაიას პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე უარი ეთქვა. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს რუსლან პერტაიაც. მან ქუთაისის ციხეში მუცლის არეში ჯერ თვითდაზიანებები მიიყენა, შემდეგ კი ხელი ლურსნით მაგიდაზე მიიჭედა. ჩვენ ასეც კი არა უარესვისამ თუ პატიმარი არ იქნება განთავისუფლებული, მთელი ოჯახი თავშევწირავთ ამას. არასწორად ვიყავთ ყველაფერზე და უნდა დაშაულოა ჩემი შვილი და სიმართლეს ვიტყობ და არაფერი არ მინდა მე. ჩვენ ყველანაირ ზომებს მიმართავთ, სახალხო ხელს გამოვიჭრი და კიდევაც დავიწოვთ. რუსლან პერტაიას ახლობლებმა პროკურატურაში შეჭრას დააპირეს და შენობის კარი ჩამოხსნეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსლან პერტაიას დაკავება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს უკანონოდ მოხდა და პროკურორის მიერ წარდგენილი ბრალი ერთიტომარად თხილის ქურდობაზე აბსურდულია. პერტაიას ახლობლების განცხადებით მისი დაკავება ზუგდიდის პოლიციის უფროსის ლევან ქარდავას დავალებით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ბრალდებას უარყოფენ. დაკითხეს ისე პოლიციის თანამშრომლები. ხოდა ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენებას აძლევდნენ, რომ ვითომ რუსლან პერტაია დააკავეს ბუკიას 8 ნომერში, სადაც მოხდა თხილის ქურდობა. არანაირი თხილის ქურდობა არ მომხდარა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სტომაზე ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხა. მათ შორის ის პოლიციელები, რომლებმაც პერტაია დააკავეს. ისინი ყვებიან, რომ დაკავება ფაქტზე მოხდა და სამართალდამცავებს დაკვეთა არ შეუსრულებიათ. მოსამართლე ნატრული აკობიან პერტაიას აღკვეთი ღონისძიების გირაოთის შესაცვლელად ადვოკატს მომდევნო სხდომაზე ახალი გარემოებების სრულყოფილად წარმოდგენას თხოვა. დაცვის მხარეს აქვს შეანიშნული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მაგრამ ამ ეტაპისთვის არ აქვს პასუხი და შესაბამისად ვერ წარუადგენთ სასამართლოში. მოსამართლემ განმარტა, რომ თუ კი იქნება წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა შესაბამისი დასკვნით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული, ბუნებრივია ჩვენ კვლავ გექნება შესაძლებლობა ანალოგიური შუამდგომლობით მიმართოთ სასამართლოს. პროტესტის უკიდურეს ფორმას პერტაიებმა უკვე მესამედ მიმართეს. რამდენიმე დღის წინ პატიმრის ვაჟმა და დედამ ბენზინი გადაისხეს. საპყრობილესთან ხელი მიიჭედეს პერტაიას შვილებმა. თავად რუსლან პერტაია კი 48 დღე ქუთაისის ციხეში შიმშილობდა.